იმისთვის რომ გახდე ნამდვილი იუთუბერი, სიგიჟეები უნდა აკეთო. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ შევიპარო ნაკრების თამაშზე ერევანში. ბილეთები ბევრი ძებნის მიუხედავად მაინც ვერსად ვერ ვიშოვე. და ჩემი გეგმა ასეთია. იმისთვის რომ სტადიონზე შეპარო შეძლო უნდა მქონდეს ან ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის პრეს ბარათი, ან კიდევ UEFA-ს ოფიციალური ბეიჯი, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ გავაყავდებ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოიყურება. ამიტომ შევედი ინტერნეტში და მოძებნე ბეიჯები ჟურნალისტებისთვის. ავიღე ერთ-ერთი ვერსია და Photoshop-ში მივჭერ-მოვჭერი ჩემი ფოტო ჩავსვი, რომელიც სპეციალურად ამისთვის გადავიღე, შევცვალე სახელი და გვარი, დავამატე შტრიხ-კოდი, რომელიც არ იძებნება, შევცვალე საქმიანობა და ესეც ასე. ესე ჩვენი ოფიციალური ბეიჯი, რომლითაც უნდა შევიპარო სტადიონზე. თუმცა რა თქმა უნდა ეს უნდა მეჭიროს ხელში და არა ტელეფონში უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის. ამიტომ წავედი უახლოეს Xerox-ში და ამოვბეჭდე სქელფურცელზე სულ რაღაც ერთ ლარად. ამოვბეჭდილი ფაილი კი მივიტანე სახლში და დავიწყე ყველაფრის ერთმანეთთან შეწებება. თუმცა არის ერთი პრობლემა. ხოლო წინა მხარე აქვს ამოვბეჭდილი და ვფიქრობ იქნება თუ არა დამაჯერებელი. ბოლოს ყველაფერი ასე დავტოვე და ესეც ასე, ახლა ნამდვილად მზადაა. თუმცა რა თქმა უნდა ერევანში გეგმა ბის გარეშე ვერ წავიდოდი და უნდა მქონოდა ეგრეთ წოდებული სტაიანშიკის ნაკიტკა, რომ რაც შეიძლება უფრო მაგარ ყვითელ ფოტოგრაფს დამსგავსებოდი. ასევე სახლში მაქვს ფოტოაპარატი, რომელსაც გულზე დავიკიდებ და ვიქნები ნამდვილი ანსელ ადამსის შთამომავალი. თამაშზე შესაყარი ნივთების სიაში აუცილებლად იქონიეთ. Powerbank-ი, მიკროფონი, მეორე powerbank-ი, მეორე მიკროფონი, პასპორტი, განათება, ყურსასმენი, კამერა, ფორმა, მეორე ფორმა, ლეპტოპი და სათვალე. გათენდა 19 მარტის დილა თბილისში, რომელიც ძალიან ლამაზი და მშვენიერი უნდა ყოფილიყო. თუმცა, აბა გამოიცანით. ერთ საათში მაქვს ფრენა და რაღაცა ბენზონასოსი გავუფუჭდა მგონი. ვინც ამას პირველად მანქანა და არქვა მე იმის. ვისე პლანჭები ხომ შეგიძლია იყიდო ბენვე და მე თქვა სულს. მე გვარ სირთულეები, ვერ შემაშინებს. ან ახლა ან არასდროს. გეყოს. დავეშვით მოკლედ აეროპორტში რა და გავგაზეთ ერევანში. მე გოტას და კაკოს ყავს ერთი სპონსორი რა. ეს არის შენი მეგზური. ეს რო ეთქვა ვინმეს ერთი წლის წინ ვერც კი დავიჯერებდი და იცოდეთ რომ ეს არ არის რეკლამა, ეს არის ჯიგრული რჩევა რა, რომ შენი მეგზური არის on top დღეს საქართველოში. რატო არ ასეთი ბედნიერი? იმიტომ რომ სიგიჟეები უნდა გავაკეთო ხვალ. ერთი საწოლი, მეორე საწოლი, მესამე საწოლი, ესეც საპირფარეშო, ესეც ტელევიზორი. ახლა გაჩვენებთ ერთ რაღაცას. ხო და თქვენ ხო არ გონიათ რომ მე გეგმის გარეშე ვარ წამოსული? ხო და ჩემი მთავარი მიზანი რა არის ახლა ნახეთ, რომ აი ამ შესაძლოს აუარო გვერდი რა, აქედან ვერ შევალ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დაცვა აქ დგას, აქაც ბევრი დაცვა დგას. ეს რჩება ისევ ჩემი შანსი და რა ვიცი იმედია რომ იმუშავებს რა და არ დავრჩები ესეთ ყვილა. აი ხო ყველას წარმოუდგენლად მიგაჩნიათ აი ამ ვიდით სადმე შეპარვა. მე არა. გათენდა ერევანში და გამოვედი საჭმელად. თქვენი აზრით რის ჭამას ვაპირებ? ერევანში ჯერ კიდევ დგას ასეთი ტელეფონის აპარატები. ჩვენთან რატო არ დგას? ანცუდია. მეტროს არის 1-1-ში ჩვენნაირი რა. ვაჟებშაველოს მეტროში მგონია თავი მაგალითად. ერთი ბილეთი ვიყიდე, ამით ეს არის 200 დრამ. ეს უნდა ნახოს ყველა ერევანში ჩამოსულმა. ახლა მკიბეებზე ავდივარ ხედისგან. ვაიმე, ერთი კაი ხედი არ ყოფილა და მთა არარატი არ დამინახავს აქეთ. გამძვრა სული ჩემი. ძალიან ბევრი ქართველია სხვათა შორის. 5 ქართველი შეხვდა. ისეთ უფეხით ჩასვლა ამოსვლა არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ ლიფტით ისარგებლო. აი იმ ხარის არის შეხვიდეთ, შეგიძლიათ და ახვიდეთ ბოლომდე. ახლა კი მოვიდა კომაგების შეკრების დრო და დავეშვი. შენი აზრით მე რამდენი წუთზე გავა პირველი გოლი? მე 18-ზე პირველი, 77-ზე მეორე. ოკეი და ვინ გაიტანს პირველ გოლს ჩვენგან? ჟორჟი. ჯიგარი. ბიჭო, რომელ წუთზე გავა? რთულია რა, ეხლა ეგრე კაიამი თუ იყო, გვაწყობს და უფრო ისე ვითამაშოთ. მე 15 წუთზე რა, 15 და მე 20 წუთამდე თუ გავიტანეთ, გაასწორებს, მიკაუტაძემ გაიტანოს და იმწნებს სანახოს რამე. ჩემი აზრით 3 გოლი გავა. და 3-ვე ჩვენ გავიტანთ? რა თქმა უნდა. ჟორჟი გაიტანს პირველ გოლს. 3-0 მთავრდება ჟორჟის დუბლი და მერე ბუდუ გაიტანს კიდევ ერთს. მადლობაცებ. აბა წარმატებები. პირველი გოლი გავა 39 წუთს. და ვინ გაიტანს პირველ გოლს? მიქაუტაძე. ოკეი, მადლობა ჯიგარი. წარმატებები. გაიხარე ასევე.
ეხლა ცოტა ხანში დავიძრებით და წავალთ სტადიონისკენ. მოვედით რა სტადიონთან და ამ მონაცემებით გონი სომხებზე მეტი ვართ ჩვენ. 15000 კაცი უეჭველი იქნება რა. აი ნახეთ უკანამდე მოდის ვაფშე ქუჩის ბოლომდეა კიდე. ძალიან ბევრი ადამიანი მენა სიგიჟე ხდება. მოკლედ მოქმედების დროა რა. ახლა გამოვედი პარკინგზე. პარკინგზე უნდა გამოვიცვალოთ ამ საცმელი რომ დაცვას თვალებში არ მოვხდე და არ მოვეჭხირო. ერთადერთი იღობე მაშორებს სტადიონამდე რა. და შევეცდები რომ შევიპარო მოკლედ რა. ძალიან ნერვიულობ და მეშინია. რაღაც სამარ დამიჭიროს. რაღაცების გადაღება კიდევ ვეღარ მოვახერხე. აი აქ უნდა გავიარო დაახლოებით რომ ხოდა მაგ სტივარდებმა უნდა შემამოწმონ. იმედი მაქვს რომ QR კოდს არ დამისკანერებენ რა, თორე თუ QR კოდი დაასკანერეს დასრულებულია ყველაფერი. წავედით. And this is microphone and this is my clothes. Yeah. Oh, wait. Thank you. არ მჯერა, შანსი არა. ანუ შემოვედი. სტადიონზე ვარ. Oh my god. აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა თურმე ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს არის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონი, რომელსაც სულ აქვს 4 შესასვლელი, ხოლო მე-5 განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისთვის. ზუსტად აქედან მაქვს შეპარვის ყველაზე დიდი შანსი. პირველი კარი ყველაზე კარგადაა დაცული, რადგან აქ ყველაზე მეტი დაცვა დგას. მეორე კართან სულ რამდენიმე ადამიანია, თუმცა არის ძალიან დიდი ჭიშკარი და იმაზე გადაძრომა ფიზიკურად შეუძლებელია. ხოლო მესამე და მეოთხე კართან განსაკუთრებით აკონტროლებენ ვინაობას და გთხოვენ პირადობის მოწმობას თამაშის ბილეთთან ერთად. დავწი მინდა კარგად ისმის ჩემი ხმაც და მინდა კარგად ჩანვარ საერთოდ ფორს მაჟორში ვარო ვეღარ ხვდები რა ჯანდაბა გავაკეთე. ეხა აქ მოვედი ესეც არ ყოფილა რა მედიის შესასვლელი. იქ კიდე რა დამხდება წარმოდგენა არ მაქვს. აი ეს არის წინა მხარე სადაც ვიმდივარ რა. სადღა უნდა წავიდე არ ვიცი მედიაო აქეთ გამომიშვეს და არ ვიცი აქეთ რაღა უნდა იყოს ვერ ხვდები. აი აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა, როცა მივედი სტივარდთან, რომელსაც ჰქონდა წითელი ბეიჯი. ეს მას იერარქიულად გამოარჩევს და იგი მაღალი თანამდებობის პირია სტადიონის ტერიტორიაზე. This is media side, right? Journalist, no, photograph. Photo. Can you hurry? My boss is waiting for me. რამდენიმე წამში რაციით ვიღაცასთან გადარეკა და უთხრა რომ ჩვენთან მოსულიყო და თან მეც არ მაძლევდა წასვლის საშუალებას. აქციურმა უფმა დამასხა, დამაჟრიალა, გული ამიჩქარდა, სუნთქვა გამიხშირდა და ვფიქრობდი როგორ უნდა დამიღწია თავი ამ დაცვისგან. თუმცა უცებ დრო ვიხელთა და გვერდითა ჭიშკართან გადავედი. Can I go here for media? Journalist? This is not journalist. Go. Thank you. ეგრე. ზუსტად ესე უნდა მასტერკლასი ჩავატარე. იცოდეთ, რომ რასაც კი მიზნად დაისახავთ, ყველაფერი გამოგივათ. მე მეცუდად ვარ ემოციებს ვეღარ მალავ, აღარ შემიძლია. ეხლა უნდა გადავიდე მაქსიმალურად, რომ ამათ თვალში არ მოვხვდე. მიყურებენ და უნდა იფიქრონ, რომ რაღაცას ვიღებ მოკლედ რა. ეხლა უნდა გადავიდე საქართველოს მხარეს როგორმე. მე მეცუდად ემოციებს ვეღარ. Hello, I'm Georgian. Can I go here? ჩემოვედი ახლა ქართველების მხარეს. უბრალოდ ეგ ნაწილი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მალაპარაკეს და წესით სომხების ნაწილია, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველია რა. ფაქტობრივად ჩვენია მთელი სტადიონი. აი ამ ნაწილში ზიან კომაგები. ესენი ძალიან კარგად გულშემატკივრობენ, მაგრამ ჯერ არო დღეს ჩვენი მოგების დღეა და უეჭველი მოვიგებთ რა. ისეთი მუხტია სტადიონზე ვერ წარმოიდგენთ. ფეხბურთი სპორტზე ბევრად მეტია. ეს არის ერთიანობა, სიხარული, თანადგომა და გამარჯვების დაუოკებელი სურვილი. ქართველი კი მხოლოდ გამარჯვებისთვისაა დაბადებული. და იყოს ასე, მუდამ ვიმარჯვოთ და ვიყოთ ბედნიერები. მადლობა შენ მეგზურს და მადლობა საკუთარ თავს, რომ აქამდე მოვედი და ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. შენ კი ვიდეოს მოწონება და ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეს.